შეგვექმნა მცირე წარმოდგენები უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით. გარღვევა ფაქტიურად შეუძლებელი გახდა, როგორც უკრაინის მხრიდან, ისე რუსეთის მხრიდან. უკრაინელების მიერ გამოყენებული საარტილერიო ჭურვების რაოდენობა 6-ჯერ აღემატებოდა რუსეთის მიერ გამოყენებულს. უკრაინას თავი დაეცვა და არ დამარცხებულიყო და არა ის, რომ რუსეთი დამარცხებულიყო. შენ უნდა გქონდეს გრძელვადიანი გათვლა შენ ქვეყანაზე. და დღევანდელი პრობლემა თუ დღეს არ აისახება, მომავალში აუცილებლად აისახება. შედარებით იაფად შეგვიძლია გქონდეს გაცილებით უფრო ძლიერი თავდაცვა, ვიდრე აქამდე გქონია. ის ცოცხალ ძალას, თავის ცოცხალ ძალას არინდობს. ზუსტად ამან გამოიწვია თუნდაც ის, რომ საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდა ყველაზე დიდი დანაკარგი. ამ ომმა სრულად შეცვალა ომის მანამდე არსებული წესები. ზოგადად ეს ორეშნიკის კონცეფციაც არის დეზინფორმაციის გავრცელება და შიშის დანერგვა საზოგადოებაში. ორეშნიკი პირველ რიგში უნდა ვახსენოთ, რომ ეს თავად რაკეტა არ არის, რუსულ თავარ იარაღს სატანა ქვია. გრენლანდია არის უმოკლესი ტერიტორია რუსეთიდან ამერიკამდე. არც ისე კარგი ვითარება დაუდგა რუსეთს ეკონომიკური თვალსაზრისით. რა შეიძლება სიტყვაზე რუსეთმა შესთავაზოს ჩინეთს ისეთი, რომ მას აწყობდეს მისი სამხედრო მხარდაჭერა. წავიდეს ვაბანკზე და გამოაცხადოს მასობრივი მობილიზაცია. ზუსტად პირველი მსოფლიო ომის მსგავს ვითარებაში ვიმყოფებითო. მოგესალმებით, დღეს მე გიორგი თავართხილაძე და გიორგი მჭედლიშვილი განვიხილავთ რუსეთ-უკრაინის ომში მიმდინარე მოვლენებს, სად ვართ ახლა, როგორ მოვედით აქამდე. ფაქტია, რომ ბოლო დროების განმავლობაში ინიციატივა აშკარად თითქოს უკრაინის მხარეს გადადის და გარკვეული ცვლილებები ხდება. ფრონტზე გვინდა რომ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება, რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ, მოდი გიო დავიწყოთ სულ თავიდან, მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ იმის თუ როგორ დაიწყო ომი და როგორ მოვედით დღევანდელ ომამდე. გამარჯობათ, ძვირფასო მაყურებლებო. კი, ნამდვილად ასე არის, ესე იგი ფრონტი ზოგადად ომის მიმდინარეობა შეგვიძლია რამდენიმე ეტაპად დავყოთ. ანუ ეს ასე ვთქვათ გრაფიკი, ომის გრაფიკი რაც არის, მუდმივად სწორხაზოვანი არ არის. ანუ ან მუდმივად უკრაინა იგებს, ან მუდმივად რუსეთი იგებს, ასე არ იყო არასდროს და ხასიათდებოდა თავისი ამპლიტუდებით. ეს ამპლიტუდები შეგვიძლია დავყოთ 5 ნაწილად. რეალურად ფაქტურად დღეს მე-5 ნაწილში ვართ, ხო, შესული. პირველი რაც იყო, ეს იყო შოკური ნაწილი, ანუ თავიდან ომის დაწყება, როდესაც რუსეთი უზარმაზარი ძალით რეალურად შეიჭრა უკრაინაში და ეს პირველი შოკური ფაზა და დაიკავა ძალიან სწრაფად დიდი ტერიტორიები. ეს შოკური ფაზა გრძელდებოდა ერთ თვეზე ცოტა მეტი. 24 თებერვალი იყო, როდესაც დაიწყო ომი და გრძელდებოდა 29 მარტამდე. ანუ ზუსტად 1 თვე და 5 დღე. ამ პერიოდში, როგორც უკვე ვახსენეთ, ეს მოხდა სწრაფი შეჭრა რუსეთის ჯარის, თუმცა აქვე იკვეთებოდა ერთი რამ, რომ ის რომ მაგალითად პუტინი და ზოგადად რუსული პროპაგანდა ამბობდა, რომ კიევს დაიკავებდა 3 დღეში, ეს არ იყო მხოლოდ ეკრანისთვის ნათქვამი ფრაზები. რეალურად ამის სჯეროდათ. და ამას ადასტურებდა თუნდაც ის შეიარაღება, რაც მათ ჰქონდათ მობილიზებული. მე რა თქმა უნდა არ ვარ შეიარაღების სპეციალისტი და არც გიორგი, მაგრამ პროფესიონალებს რომ უსმინოთ ამ საქმეში, ზუსტად მაგას ამბობდნენ, რომ რუსეთს არ ჰქონდა მობილიზებული მომარაგებისთვის საჭირო ტექნიკა. რამაც რეალურად გამოიწვია მერე უკვე მეორე ფაზა, ხო, რაც იყო უკვე ფრონტის ჩამოშლა. ანუ მომარაგებისთვის საჭირო ტექნიკა თუ არ გაქვს შემზადებული, ესე იგი შენ რისთვის ემზადები. რომ შეიჭრა ტერიტორიაზე, შიშის ფაქტორზე ის მარტივად დაგნებდეს, აქ ან იყო შიშის ფაქტორი, ან ის ფაქტორი იყო, რომ ფიქრობდნენ, რომ უკრაინაში პრორუსული განწყობები ძალიან მაღალი იყო და ტაშით შეხვდებოდნენ. ეს ორი ვარიანტი შეიძლება ყოფილიყო, ხო? და მაგის მერე დაიწყო უკვე მეორე ფაზა. მეორე ფაზა იყო რუსეთი გაჩერდა და ამ მომარაგების პრობლემის გამო მას მოუწია სწრაფი უკან დახევა. აქ იყო რა თქმა უნდა ეს ჰაიმარსების ეფექტი, ასე ვთქვათ, მაგრამ ზუსტი დარტყმების ეფექტი უკრაინელებმა განახორციელეს ზუსტად მომარაგების კვანძებზე, თუმცა ისევ და ისევ მთავარი პრობლემა რეალურად იყო მომარაგებაში, ხო? იმიტომ რომ ვერ შეძლეს იმ ჯარის შენახვა, საჭირო არსენალით აღჭურვა და ასე შემდეგ. და ეს მეორე ფაზა, სწრაფი უკან დახევა, გრძელდებოდა თუ არ ვცდები ნოემბრამდე. და შემდგომ უკვე დაიწყო ერთწლიანი მესამე ფაზა. სანამ მაგაზე ვიტყვით, კი შემიძლია ის დავამატო, რომ უბრალოდ ლოჯისტიკა არის ომის მამა, როგორც ამბობენ ხოლმე და ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი
რაც განსაზღვრავს საომარი მოქმედებების წარმატებას და შენც სწორად ახსენე, ზუსტად იმიტომ რომ რუსების ტაქტიკა იყო განსხვავებული, მათ ვერ შეძლებს თავისთავად ვერ შეძლებდნენ უკვე აი ამ ტერიტორიების მომარაგებას, იმიტომ რომ ისეთი ტაქტიკით და ისეთი მიმართულებებით იყვნენ შესული, რამაც გამოიწვია მე სწორედაც ეგ საბედნიეროდ სწრაფი უკუსვლა და ეს არ იყო ტერიტორიის ისეთი დაკავება, რომელზეც მე უკვე რაღაც ფრონტის გახსნა შეიძლებოდა, უბრალოდ ჩამოყალიბება შეიძლება მე როგორც მე გაიყინა კი ბატონო, რომელიც უკვე გაცილებით უკან იყო ვიდრე კიევთან, ხო, იმიტომ რომ კიევამდე იყვნენ თითქმის მისულები სხვადასხვა მიმართულებიდან თავიდან პირველ ფაზაში. კი, მესამე ფაზა უკვე დაახლოებით 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ეს იყო 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის დაახლოებით ნოემბერ-დეკემბრამდე. ამ პერიოდში სამწუხაროდ ჩვენშიც, ანუ იმ ხალხში, ვინც გულშემატკივრობთ უკრაინას იმის გამო, რომ თავდაცვითი საწარმოებს და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ნებისმიერ ქვეყანას უნდა უგულშემატკივრო, მით უმეტეს, როდესაც საერთო მტრის წინააღმდეგ ხდება ეს ყველაფერი. შეგვექმნა მცირე წარმოდგენები უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით. ანუ ამ შემთხვევაში კვლავ უკრაინას ჰქონდა უპირატესობა მცირედი, მაგრამ მოლოდინი იყო ძალიან დიდი. რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია შემდგომ უკვე ნიჰილიზმი ზოგადად ამ ომთან მიმართებაში. ანუ საზოგადოებაში იყო ასეთი მოლოდინები, რომ უკრაინა შეძლებდა სწრაფ გარღვევას, ადგილების სწრაფ დაკავებას და ასე შემდეგ. რეალობა კი ასეთი იყო, რომ ფრონტის ხაზი ფაქტიურად გაყინული იყო, იმიტომ რომ რუსებმა შეძლეს პოზიციების გამაგრება და პლუს აქ გამოჩნდა უკვე დრონების ფაქტორი. ანუ პატარა მინიატურული დრონი, რომლის შექმნა ძღირს დაახლოებით $200-დან $500-მდე, ზედ ამაგრებ ჭურს, რომელიც ასევე უამრავი რაოდენობის მოიპოვება რუსეთში და არა მარტო რუსეთში, თუნდაც ჩვენთანაც და იმით შეგიძლია რამდენიმე მილიონიანი ღირებულების ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა თუ ასე შემდეგ გაანადგურო. და ამ შემთხვევაში უკვე გარღვევა ფაქტიურად შეუძლებელი გახდა, როგორც უკრაინის მხრიდან, ისე რუსეთის მხრიდან შემდგომში, რაც გამოჩნდა. უბრალოდ ამ პერიოდში ერთი ესეთი რამ იყო აღსანიშნავი, რომ რუსეთს რეალურად უთავდებოდა გარკვეული მარაგები. რამაც გამოიწვია შემდგომ უკვე ის პროგოჟინის, ასე ვთქვათ, აჯანყება, ხო? იყო გარკვეული პერიოდები დაახლოებით 1 თუ 2 თვის განმავლობაში, როდესაც უკრაინელების მიერ გამოყენებული საარტილერიო ჭურვების რაოდენობა 6-ჯერ აღემატებოდა რუსეთის მიერ გამოყენებულს. მაგრამ შემდგომ რუსეთმა ამის კომპენსაცია მოახდინა იმით, რომ ერთის მხრივ თავად გაზარდა წარმოება, რაც მანამდე ფაქტიურად გაჩერებული ჰქონდა, იმიტომ რომ იყო საბჭოთა მარაგების იმედზე და ასევე საქმეში ჩაერთო ირანიდან და ჩრდილო კორეიდან შესყიდვები. და აქედან უკვე შემდგომ უკვე გადავდივართ მეოთხე ფაზაზე. სანამ მეოთხე ფაზაზე გადავალთ, კიდევ ერთხელ მოდი აღვნიშნოთ, რატომ წარმოიქმნა ესეთი მოლოდინი, თითქოს ეხლა უკრაინა გაიმარჯვებს და მისი მიერ წამოწყებული შეტევა თითქოს დააგვირგვინებდა ომს, ხო? ერთი ალბათ იყო ის, რომ ზოგადად არავინ ელოდა საწყის დღეებში ომის, მაშინ როცა ველოდით ყველა, რომ შეიძლებოდა უარეს შემთხვევაში მთელი უკრაინა, ასე ვთქვათ, მეტნაკლები კონტროლის ქვეშ გადასულიყო, არავინ ელოდა, რომ რუსები უკან დაიხევდნენ და ვნახავდით ზოგადად უკრაინელების შეტევას. ეს ალბათ იმდენად მოულოდნელი გარემოება იყო, რომ თავად შეტევის არსებობაც კი უკვე აჩენდა მოლოდინებს, რომ იქნება ეს ის არის, რამაც შეიძლება გაარღვევას საერთოდ რუსები. ამავდროულად კიდევ არსებობდა მოლოდინი დასავლეთის მხრიდან შესაბამისი დახმარების, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის და ვერც აღმოჩნდებოდა, რომ უკრაინა სათანადო წინსვლა განეხორციელებინა. ჩვენ გვახსოვს შეზღუდვები საერთოდ თავიდან იარაღის გამოყენებაზე, მერე ტერიტორიული დათქმები, რომ მხოლოდ ფრონტთან უნდა გამოიყენონ, მერე გარკვეული მანძილები, რომლის იქეთაც არ შეიძლებოდა გამოყენება და უამრავი შეზღუდვა, რომელიც მოყვებოდა დასავლურ იარაღს და ხელფეხს უკრავდა უკრაინელებს, სხვა ყველაფერ პრობლემას თავი რო დავანებოთ, უბრალოდ ამ ხრივაც მათ აღარ ჰქონდათ შესაძლებლობა ეომათ იმ ასე ვთქვათ პოტენციალით, რაც ჰქონდათ და თან მერე უკვე დღესაც არაერთი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ დასავლეთის გათვლა და აქ რა თქმა უნდა საკრიტიკებელია ჩემი აზრით დასავლეთი და მე მგონი ამაში თანხდებით, იყო ის, რომ უკრაინას თავი დაეცვა და არ დამარცხებულიყო და არა ის, რომ რუსეთი დამარცხებულიყო, რაც მაშინ მათ წარმოდგენაშიც ალბათ საკმაოდ რთული
პროცესი იყო, იმიტომ რომ ჯერ კიდე ქონდა ასე ვთქვათ პუტინს თუნდაც ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა, რომელიც რაც პერიოდი გადის, უფრო და უფრო ნაკლებად სერიოზული ხდებოდა, თუმცა ამაზეც ალბათ ვისაუბრებთ, აი ბოლო ფაზაზე სადაც ვართ მოსული და ამ და სხვა ვითარებებმა შეუწყო ხელი იმას, რომ მოლოდინი შეიქმნა, რომელიც თავისთავად ცხადი იყო იდეაში, უკვე ცხადია თავისთავად, რომ ვერ გამართლდებოდა. და მე გადავედით უკვე მეოთხე ფაზაზე, როგორც შენაფასებთ. მეოთხე ფაზა უკვე ფაქტურად ყველაზე დიდი პერიოდი იყო. ეს იყო უკვე 2023 წლის აი ნოემბერ-დეკემბრიდან მოყოლებული, ფაქტობრივად წლევანდელ მარტამდე. და ამ ფაზაში რუსეთს აქვს აშკარა უპირატესობა. და ამ ფაზის გაწელვა, რა თქმა უნდა, ამ ფაზის გაწელვამ გამოიწვია ზუსტად ის იმედგაცრუებები და იმედის დაკარგვა, ზუსტად რაზეც ვსაუბრობდი. უბრალოდ აქაც აღსანიშნავია ის, რომ ეს არ იყო რუსეთს უპირატესობა არ იყო იმ დონის, რომ მას რაიმე ფაქტობრივი წინსვლა ჰქონდა. წინსვლა ჰქონდა, რა თქმა უნდა, რამოდენიმე საშუალო ზომის ქალაქებიც დაიკავეს და ასე შემდეგ. თუმცა ეს ხდებოდა იმხელა ცოცხალი ძალის დაკარგვის ხარჯზე, რომ აშკარა იყო იკვეთებოდა ზუსტად ის, რა ფაზაშიც ეხლა დღეს ვართ შესულები. და ზოგადად სანამ დღევანდელ ფაზამდე მოვალთ, მაინც ვთქვათ, რა მოახდინა ეს გარდატეხა, ხო, ანუ რატომ ჰქონდათ რუსებს უპირატესობა. პირველ რიგში რაც წეღან ვახსენეთ, ეს იყო საარტილერიო მარაგების შევსება ერთის მხრივ თავად გაზრდილი წარმოებით, ხოლო მეორე მხრივ ჩრდილო კორეის და ირანის დახმარებით და ამავდროულად იყო ავიაციის დაბრუნება ფრონტის ხაზთან იმის საშუალებით, რომ მათ შეძლეს თავისუფლად ვარდნადი ბომბების გადაკეთება პლანირებად ბომბებად, რომელიც გარკვეული მანძილიდან ხდებოდა გასროლად, რამოდენიმე ათეული კილომეტრიდან და შესაბამისად თვითმფრინავი იყო შედარებით უსაფრთხო ზონაში. მეხუთე ფაზაში უკვე როდესაც გადავალთ, ვახსენებ იმას, რომ უკვე უკრაინამაც შეძლო ის, რაც შეძლო თავის დროზე რუსეთმა. ანუ ეს პლანირებად ბომბებად გადაკეთება მისი უზარმაზარი მარაგებით. კი, მივედით მაქამდე მეხუთე ფაზაში. ცოტა დროებს გავუსწრებ, ან მეხუთე ჯერ გადავსვართ, მაგრამ მაინც ვიტყვი. უკრაინელებმაც შექმნეს ამ მეხუთე ფაზაში ეს პლანირებადი ბომბები, თუმცა საქმე იმაშია, რომ ეს გეგმა მათ ჰქონდათ დაახლოებით 12-13 წლის წინ. და ზუსტად იქ არსებულმა კორუფციამ შეუშალა მათ ხელი ამის შექმნაში და რეალურად ეს ჩვენ გვაძლევს ესეთ სიგნალს, რეალ ნებისმიერ ქვეყანას და მათ შორის ჩვენც, რომ დღევანდელი კორუფცია როგორც დღეს პოულობს ასახვას, ისე ასახვა შეიძლება ამან პოვოს ათეობით წლის შემდგომაც. შესაბამისად, რაც უფრო მალე მოაგვარებ ამ პრობლემას და რაც უფრო მალე დაინახავ. შეიძლება დღეს შენ ხელშესახებად ვერ ხედავდე, მაგრამ პრობლემა რო არსებობს იცი. და ეს უნდა იცოდე, რომ შენ უნდა გქონდეს გრძელვადიანი გათვლა შენ ქვეყანაზე. და დღევანდელი პრობლემა თუ დღეს არ აისახება, მომავალში აუცილებლად აისახება. და მინდა რომ ეს საზოგადოებამ კარგად დაასრულოს. მეც დავამატებ, რომ შენ როცა ამბობ, რომ დღევანდელობაში შეიძლება არ აისახება, აქ ალბათ გულისხმობ იმას, რომ ხალხი ვერ გრძნობს, რა საჭიროა გქონდეს, თუნდაც გაგვეგზელებინა წარმატებით ის ეროვნული წარმოება, რაც გქონდა, ან დღეს გქონდეს ისეთი იარაღი, რომელიც უკვე უნდა გქონდეს, მით უმეტეს ამ პირობებში, როცა მეხუთე ფაზაზეც გადავალთ და ვიტყვით დრონების მნიშვნელობას, თუმცა უკვე მანამდეც გამოჩნდა. შედარებით იაფად შეგვიძლია გქონდეს გაცილებით უფრო ძლიერი თავდაცვა, ვიდრე აქამდე გქონია. და ხედავთ, რომ სამწუხაროდ ჩვენ შემთხვევაში არაერთი მინისტრი, პრემიერი, ის ადამიანები, რომლებსაც ებარათ საქართველოს თავდაცვა, იყვნენ ჩართულები კორუფციაში და როცა ასეთი ფაქტები სახეზეა, იქ ხვდებით, რომ ძალიან ღრმად არის პრობლემები გადგმული. თავი რო დავანებოთ უბრალოდ ხელფასებს ჯარში და ასე შემდეგ, აი ეს ცალკეული ფაქტებიც გვიჩვენებს, რამდენად დიდი პრობლემა არის და ღმერთმა უქნას, რომ ამ პრობლემებმა თავი იჩინოს იქ, სადაც ყველაზე მეტად გაართულებს სიტუაციას. ეს ასე რომ არ მოხდეს, რაც შეიძლება მალე, კი ბატონო, გეთანხმები, უნდა მოხდეს კორუფციის აღმოფხვრა და რაც შეიძლება მეტად აი ამ ასე ვთქვათ, შეიარაღების და თავდაცვის უნარიანობის გაზრდა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ეს როდის იჩენს თავს. კი, გიორგი, მართალია. და მივადექით უკვე მეხუთე ფაზას, ანუ რაშიც დღეს იმყოფება ფრონტის ხაზი და ზოგადად ომის მდგომარეობა. დღეს ფრონტის ხაზი ფაქტობრივად გაყინულია, ანუ რუსეთს აღარ აქვს წინსვლა, ესე იგი რუსეთის სისტემა რაში მდგომარეობს. ზოგადად ესეთი იყო თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროსაც საბჭოთა სისტემა. ანუ ის ცოცხალ ძალას, თავის ცოცხალ ძალას არინდობს. ზუსტად ამან გამოიწვია თუნდაც ის, რომ საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდა ყველაზე დიდი დანაკარგი
გერმანიასთან შედარებითაც კი, იმ გერმანიასთან, რომელიც საბოლოო ჯამში დამარცხდა, ხო? მაგრამ რეალურად დაახლოებით 3-ჯერ დიდი დანაკარგი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, ვიდრე უშუალოდ გერმანიას. და ზუსტად ასეთი მიდგომა ჰქონდა რუსეთსაც და ახლა ჩიხში შევიდნენ ისევ და ისევ ამ პატარა FPV დრონების დახმარებით, რომელიც ასე თითოეულ ადამიანს ეძებს და ისე ახდენს მათ ლიკვიდაციას და პლუს ისევ და ისევ მარაგები და აქ უკვე საკითხი შემოვიდა ასეთი, რომ უკრაინელებმა დაინახეს და საბოლოო ჯამში მე ვიტყოდი, რომ ალბათ გააცნობიერეს. შეიძლება ვიღაცები მანამდეც აცნობიერებდნენ, მაგრამ ხელშესახებად გააცნობიერეს ის, რომ ისინი თავისი იმედად უფრო მეტად უნდა იყვნენ, ვიდრე დასავლური დახმარების. მაგალითს ვიტყვი, მერცი რომ უნდა მოსულიყო გერმანიის კანცლერად და მას ჰქონდა დიდი შანსები და საბოლოო ჯამში რაც ასეც მოხდა, იგი არჩევნებამდე ამბობდა, რომ უკრაინას გადასცემდნენ იგივე ტაურუსებს, ხო? ეს ტაურუსი არის ფთოსანი რაკეტა, რომელიც 500 კილომეტრზე მიფრინავს. და შესაბამისად აღემატება სხვა ტიპის შეიარაღებას, რასაც აქამდე აწვდიდნენ, რომელიც 300 კილომეტრამდე მოქმედებს. მაგრამ მერცი აგერ უკვე წელიწად ნახევარია თითქმის, რაც კანცლერია, მაგრამ ტაურუსები უკრაინაში არ გამოჩენილა. სამაგიეროდ უკრაინელებმა დაიწყეს საკუთარი ბალისტიკური რაკეტების გამოყენება. ზუსტად მან გადავდივართ, რომ უკრაინელებმა საბოლოო ჯამში გააცნობიერეს, რომ ილია ჭავჭავაძის სიტყვები გააცნობიერეს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს. და რა თქმა უნდა დასავლეთი ეხმარება, თუმცა არა იმ დოზით, რა დოზითაც მათ სჭირდებათ და შესაბამისად ისინი გადავიდნენ საკუთარი წარმოების შედარებით იაფფასიან, მაგრამ შორ მანძილზე მოქმედ დრონებზე. რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია რუსული საჰაერო თავდაცვის ჩამოშლა ფაქტიურად, იმიტომ რომ თითქმის ყოველდღიურად ხედავთ ჩვენ ახალ დაბომბილ ნავთობბაზებს, სხვადასხვა ეკონომიკურ ობიექტებს, იგივე პეტერბურგის ფლოტს დაარტყეს რამდენიმე დღის წინ და ამის შეჩერება თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ თუ უფრო მეტი არა, ბალტიის ზღვაში რუსული ფლოტი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. კი. და ამის შეჩერება ფაქტიურად უკვე ჩვენ ხედავთ, რომ შეუძლებელია. პლუს მაგას უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ ისინი მათ ყოველდღიურად წყობრიდან გამოყავთ, ასე ვთქვათ, იმაზე მეტი რუსული ცოცხალი ძალა, ვიდრე რუსეთი მათ შევსებას აკეთებს. შესაბამისად, ამასაც რა თქმა უნდა, ესეთი ცოცხალი ძალის ესეთი შეწირვა რუსეთის მხრიდან ჩიხში შეყავს. იმიტომ რომ უბრალოდ ამის ადამიანური რესურსიც კი იწურება ნელ-ნელა. თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც ჩვენ არ უნდა შევიქმნათ ზუსტად იგივე წარმოდგენები, რაც იყო მესამე ფაზის დროს, რომ რაღაც გარდამტეხი მოხდება. როგორც ვთქვით, ფრონტის ხაზი დღეს რეალურად გაყინულია, მიუხედავად იმისა, რომ თუ ესეთ კილომეტრებზე დაუწვრილმანდებით, ოდნავ აღემატება დეოკუპირებული ტერიტორია ოკუპირებულს. მაგრამ ფაქტი ასეთია. სადამდე მიგვიყვანს ეს მომავალში, ამის წინასწარმეტყველება ცოტა შეუძლებელია. მაგრამ შეგვიძლია რამოდენიმე ვარაუდი გამოვთქვათ. მე უბრალოდ იმას დავამატებდი, რომ კი საბოლოო ჯამში ნამდვილად თითქოს უკრაინელებმა გააცნობიერეს, რომ ყველაზე მეტად საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ და ზუსტად ამიტომ არის, რომ აი ამ ფაზაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ინიციატივა მათ ხელში არის, იმ მხრივ, რომ ის ზიანი, რომელსაც იღებს რუსეთი, არის აქამდე ფაქტობრივად ასეთი რამ არ ყოფილა, იგივე პეტერბურგის ამბავი, ტუაფსე და ასე შემდეგ, ყველა ძირითადი პორტი ფაქტობრივად აღმოჩნდა უკრაინელებისგან თავდასხმების ქვეშ, ამასობაში გამოიწვია ამ ყველაფერმა ის, რომ თვითონ ელიტაც უკვე აღშფოთებულია და აღარ მალავენ იმას, რომ საკუთარი ბავშვები ვეღარ იძინებენ ღამეთ უკრაინული დრონების შიშის გამო და ასე შემდეგ, რაც მიუღწეველი ჩანდა ერთ შეხედვით, ხო, გარკვეული დროის წინ. ასევე აქვე უნდა აღინიშნოს ის ამბავიც, რომ თურქი მანამდე და ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რა, ამ ომმა სრულად შეცვალა ომის მანამდე არსებული წესები. ეხლა თუკი თავიდან რაღაც პერიოდი დრონების გამო 20 კილომეტრი იყო ის სასიკვდილო ზონა, ეხლა გაზრდილია ორჯერ და თუ უფრო მეტჯერ არა. ანუ საერთოდ ადამიანი თუკი გაიჭაჭანებს იმ სივრცეში, უკვე ეს ნიშნავს, რომ თითქმის 90% უკვე ის მკვდარია და რუსეთის აი ეს ცოცხალი ძალის მობილიზებაც მაგას აჩვენებს, რომ იქ წასული ადამიანები ფაქტობრივად განწირულები არიან, უბრალოდ მე რამდენი ტალღა მოახერხებს იმ დავალების შესრულებას, რომელიც მას აქვს განსაზღვრული, არავინ იცის. და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ
გავიხსენოთ და დავინახოთ როგორ იცვლება დღევანდელი ომი. და აუცილებლად მოვერგოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღევანდელ ომში ასე ვთქვათ არსებობს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღევანდელმა რუსეთ-უკრაინის ომმა გვაჩვენა, რომ თავდაცვა, როგორც შენ აღნიშნე, სულ რამდენიმე ასეული დოლარის დრონი არის საკმარისი იმისთვის, რომ შენს მიწაზე შემოსული ოკუპანტი გაანადგურო. ამიტომ ჩვენ ასეთი შესაძლებლობა, რომ ასე იაფად ქონოდა თავდაცვის სათანადო საშუალებები, მე მგონი აქამდე არ ქონია. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, მაშინ როცა 100 მილიონ დოლარად შეგიძლია ასეულობით დრონი გყავდეს, რომელიც გამოგადგება საქმეში, ამაზე ფულის დაზოგვა და მით უმეტეს სხვა რაღაცეებში ხარჯვა არის ყოველად გაუმართლებელი რა. საიდან საწავედი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მეთქვა. კი, სხვა შორს ფულის დაზოგვაზეც ვახსენოთ. ზუსტად უკრაინელებმა იმის გამო, რომ რა თქმა უნდა მათი რესურსი ფინანსური შეზღუდულია საკმაოდ. შემოიმუშავეს, აი არნახული კადრებს ვნახულობთ ჩვენ, რომ როგორ ზოგავენ თანხას, მაგალითად, თუ კი შაჰიდის ტიპის დრონზე არაბული ქვეყნები, ახლა ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით საუბარი, აგდებდნენ რამდენიმე მილიონიანი რაკეტებით, ჩვენ ხედავთ მაგალითად სამოქალაქო სასწავლო თვითმფრინავებზე, რომელიც ორადგილიანია, პილოტი მართავს, უკანასკამზე ზის ადამიანი უბრალო ავტომატით, შაშხანით და შაშხანით აგდებს. ეს არის ზუსტად ამ თანხის დაზოგვის საშუალება, მაგრამ თან ეფექტური საშუალება. და ასევე ერთი ვიდეო მაქვს ნანახი, როდესაც არც კი ესვრის ტყვია, სამ შემთხვევაში უკვე რა თქმა უნდა კამიკაძე დრონზე არ არის საუბარია უბრალოდ სადაზვერო დრონზე, როდესაც ფრთით ეჯახება, ფრთას გამოსდებს, ასე ვთქვათ და ისე აგდებს თვითმფრინავს, დრონს თვითმფრინავი. და რა თქმა უნდა, ეს მიდგომებიც ჩვენთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ ზუსტად ჩვენც შეზღუდული ფინანსური რესურსები გვაქვს, ხო? მაგრამ ამ გამოცდილების ათვისება ჩვენ შეგვიძლია. აბსოლუტურად. არც შეგვიძლია, არამედ აუცილებელია, იმიტომ რომ პირდაპირ ყოველთვის სანამ რუსეთი აქ იქნება მით უმეტეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ის საფრთხე არსებობს, რომ ჩვენ მოგვიწიოს თავის დაცვა ფიზიკურად და ეს არ იქნება ვინმეზე დამოკიდებული გარდა მტრის ვერა გადაწყვეტილებაზე. ამიტომ ჩვენ არ შეიძლება მივენდოთ დროს და მივენდოთ რაღაც ვითარებას, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ თავი დავიცვათ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს. კი ბატონო, კიდე ერთი საკითხი, რაც მინდოდა მეხსენებინა ამ შემთხვევაში ფაზებთან დიდი კავშირი არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოიყენა ეს ყმადაღებული ორეშნიკი. სამწუხაროდ, ზოგადად ეს ორეშნიკის კონცეფციაც არის დეზინფორმაციის გავრცელება და შიშის დანერგვა საზოგადოებაში. და სამწუხაროდ ამას ჩვენთანაც პრორუსული ჯგუფები საკმაოდ აქტიურად ახერხებენ. რომ ვუნდერვაფეს ქმნიან ამ იარაღისგან და მოდი უბრალოდ განმარტავ რაში მდგომარეობს ეს, ანუ რას წარმოადგენს ორეშნიკი. ორეშნიკი პირველ რიგში უნდა ვახსენოთ, რომ ეს თავად რაკეტა არ არის. რაკეტა არის რუბეჟი, რომელიც არის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელიც რეალურად გათვლილი არის იმისთვის, რომ ბირთვული ქობინი მიიტანოს ადგილზე. აქედან გამომდინარე, მას აქვს ძალიან დაბალი სიზუსტე, იმიტომ რომ უბრალოდ არ ჭირდება. აცდენ აქვს დაახლოებით 200-დან 300 მეტრის რადიუსში. შესაბამისად, მას ვერ გამოიყენებ რაიმე კონკრეტული, მაგალითად, პარლამენტის შენობის გასანადგურებლად. და მასზე დამაგრებული არის ეს ორეშნიკი, რომელიც არის ვოლფრამის, ასე ვთქვათ, ცილინდრის ფორმის მეტალისგან. რამოდენიმე მეტალია, რომელიც უბრალოდ კინეტიკური ენერგიის საშუალებით ურტყავს ადგილს. და კინეტიკური ენერგიის საშუალებით ანადგურებს, ანუ მას არ აქვს არც ამფეთქი მოწყობილობა, არაფერი. უბრალოდ აქვს ძალიან მაღალი სიჩქარე და შესაბამისად ვოლფრამი ზუსტად იმიტომ არის გამოყენებული, რომ მაღალ ტემპერატურებს გაუძლოს ატმოსფეროსთან შეჯახების დროს და შემდგომ ის ახორციელებს კინეტიკურ დარტყმას. ზოგადად კინეტიკური იარაღი აქამდეც არსებობდა და ყველაზე მარტივი ამის ფორმა არის უბრალოდ ცეცხლსროლი იარაღი, ხო? ანუ ტყვია, რომელიც კინეტიკური ენერგიის საშუალებით ანადგურებს სამიზნეს. და არა მხოლოდ ეს, არამედ უკვე განვითარდა შემდგომში, მაგალითად დასავლურ ქვეყნებშიც, მაგრამ რაღაც მოდელები გამოდგა წარმატებული, რაღაც მოდელები გამოდგა წარუმატებელი. მაინც ვახსენოთ ის დასავლური ვარიანტები, რა იყო კინეტიკური იარაღის. დასავლური ვარიანტები პირველი რაც მახსენდება, ეს იყო 2000-იანი წლების დასაწყისში ამერიკამ შეიმუშავა ეგრეთ წოდებული ელექტრომაგნიტური ზარბაზანი,
რომლის დამონტაჟებაც უნდა მომხდარიყო შემდგომ უკვე საბრძოლო ხომალდებზე. ეს რაში მდგომარეობდა ამის პრინციპი? ელექტროენერგიის საშუალებით ელექტრული მაგნიტი ზუსტად ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო თუ არ ვცდები ვოლფრამის 5 თუ 4 კილოგრამიანი ცილინდრი. ამ ვოლფრამის ცილინდრს ისროდა და შესაბამისად ახდენდა სამიზნის დაზიანებას. მას შეეძლო კინეტიკური ენერგიით დაენგრია ერთი მთლიანი კორპუსიც მაგალითად. მაგრამ საბოლოო ჯამში მისი მთავარი პლუსი რაც იყო, ის აღმოჩნდა მთავარი მინუსი. მთავარი პლუსი მისი ის იყო, რომ ერთი გასროლა ჯდებოდა მხოლოდ და მხოლოდ $15,000, რაც რაკეტასთან შედარებით გაცილებით იაფია, რომელიც რამდენიმე მილიონი ჯდება. მაგრამ მისი მთავარი მინუსი ზუსტად ეს აღმოჩნდა, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა ბევრი ცდის შემდგომ, თურმე ეს რელსი, რაც მის გასროლას ახდენდა, ცვდებოდა ძალიან მალე. და შესაბამისად ამან გაზარდა უკვე მისი გამოყენების ფასი. ამ შემთხვევაში ორეშნიკთანაც ზუსტად იგივე მიმართება გვაქვს ფასთან მიმართებაში. თუ კი მაგალითად ერთი ისკანდერი ჯდება დაახლოებით $1.5 მილიონი, $2 მილიონი, ერთი ორეშნიკის გასროლა, რომელიც მინიმუმ რუბეჟზე მაინც უნდა დამონტაჟდეს, ჯდება 40 მილიონი. რაც ფაქტობრივად უდრის 20 ცალ ისკანდერს და შესაბამისად ის ვერ ამართლებს თავის ფასს. პლუს მაგას ის უნდა დავამატოთ, რომ ომის პერიოდში მე რაც დავთვალე, დაახლოებით 40%-დან 50%-მდე გაფუჭება ჰქონდა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს რუსულებს. ერთი მოხდა შახტაში აფეთქდა ერთი. ამ შემთხვევაში უბრალოდ მისი გაშვების გამოცდას აპირებდნენ, ეს არ იყო ორეშნიკის თავაკით, ეს ცარიელი თავაკით იყო და იყო სატანა. სხვათა შორის რუსულ მთავარ იარაღს სატანა ქვია. ქვეყნისას რომელიც ქრისტიანობას იცავს. კი. და მისი აფეთქება მოხდა შახტაშივე, ანუ გაშვება ვერ შეძლეს. მეორე ვარიანტი იყო, როდესაც ამ შემთხვევაში კვლავ ორეშნიკი ისროლეს უკრაინის მიმართულებით, მაგრამ მას გეზი აერია და დაახლოებით პეტერბურგის თავზე აფეთქდა, ოღონდ რა თქმა უნდა არა ქალაქის, არამედ კოსმიურ სივრცეს ზიასაუბარი. მესამე შემთხვევა, რაც მახსენდება, იყო ყაზახეთის თავზე, იქაც კოსმიურ სივრცეში მისი წყობრიდან გამოსვლა, ანუ იქაც გეზი შეიცვალა. და მეოთხე თუნდაც აი ამ ბოლო პერიოდში ორი ისროლეს ერთდროულად, ერთი მოხდა სამიზნეს, რისთვისაც იყო განკუთვნილი, ხოლო მეორე ჩამოვარდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კი. კი ბატონო. და შიშის ფაქტორზეც ვახსენოთ, ანუ რა არის ამ იარაღის მთავარი დანიშნულება. ამ იარაღის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ მისი ჩამოგდება თითქმის შეუძლებელია. და ზუსტად ეს არის შიშის ფაქტორი და ეს არის მასებზე გათვლილი იარაღი. რომ მასების დაშინება მოხდეს. ზოგადად ვახსენოთ, რომ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ჩამომგდები საშუალება არსებობს და ეს არის უბრალოდ ეს აქვს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ არ ვცდები ქვია GBI, საზენიტო სარაკეტო სისტემა, რომელიც არის სტაციონარული და განლაგებულია ალიასკაზე შახტებში. ალიასკაზე შახტებში იმიტომ არის განლაგებული, უпростоრად ალიასკა იმიტომ არის შერჩეული, რომ ეს არის უმოკლესი ტერიტორია ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ თუ მოხდება რაიმის გაშვება. და ტრამპის ქმედებები, უпростоრად ტრამპის სიტყვები გრენლანდიასთან დაკავშირებით, პირველ რიგში ზუსტად ამას უკავშირდება, იმიტომ რომ გრენლანდია არის უმოკლესი ტერიტორია რუსეთიდან ამერიკამდე. და შესაბამისად მას გრენლანდია ჭირდება თავისი უსაფრთხოებისთვის, ჩემი აზრით ყველაზე მეტად. წარუმატებელი კინეტიკური იარაღის დასავლური მოდელი ვახსენე, მაგრამ არსებობს წარმატებულიც. პირველ რიგში აქ უნდა თქვათ საზენიტო სისტემები, ეს არის Patriot PAC-3, რომელიც რეალურად არის ანტირაკეტა, რომელიც რაკეტას ეჯახება პირდაპირ და არ ფეთქდება. მეორე რაც უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში თავისი იდეის მხრივ, ეს არის Hellfire-ის რაკეტების ერთ-ერთი მოდელი, რომელიც შეიქმნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა მას შემდეგ, რაც მათ განახორციელეს ერთ-ერთი ტერორისტის ლიკვიდაცია ან ავღანეთში, ან ერაყში, ზუსტად არ მახსოვს და ნგრევას მოყვა მეზობელ შენობაში ბავშვების დაღუპვა. და მას შემდგომ მათ შეიმუშავეს რაკეტის იმგვარი კონცეფცია, რომელიც არ ფეთქდება, ეს არის ჩვეულებრივი Hellfire-ის საშუალო ზომის რაკეტა, რომელზეც დამაგრებული არის ვარსკვლავისებური ფორმის დანები, ასე ვთქვათ, რომელიც დარტყმის დროს იშლება და უბრალოდ სამიზნეს ანადგურებს ზუსტი დარტყმით და არ იწვევს დამატებით ნგრევას. რაც
აი ზუსტად ეს არის განსხვავება თუნდაც დასავლეთის მიდგომასა და რუსულ მიდგომას შორის. Რა თქმა უნდა, ომი არის საშინელება და ყოველთვის ხდება ორივე მხრიდან გადაცდომებიც და ყოველთვის ხდება მშვიდობიან მოსახლეობაში ძალიან დიდი მსხვერპლი, მაგრამ მნიშვნელოვანია ზუსტად აღინიშნოს ის, რომ რა მიდგომას აკეთებს და რას ცვლის ამის შემდგომ სახელმწიფო. ის ცვლის თავის მიდგომას და ამ ხრივ აუმჯობესებს სიტუაციას, თუ პირიქით ის ამას იყენებს როგორც ტერორს. და შესაბამისად შიშის დათესვას ცდილობს ზუსტად მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის ხარჯზე. კი, შიშზე გავაგზავნოთ გიო და მოდი ვთქვათ, რომ აი ამ ფაზაში, რომელსაც შენ მეხუთე ფაზას უწოდებ, ორეშნიკთან ერთად შიშის მომენტისთვის გამოყენებული იყო კიდევ ერთხელ უკვე ამჯერად მე რამდენიმე ჯერზე ბირთვული იარაღი, იმიტომ რომ რუსებმა დაიწყეს ბირთვული იარაღის გამოცდა სამივე მიმართულებით, ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაში. სამივე კომპონენტი იყო უბრალოდ ჩართული და თითქოს ისე აჩვენეს, რომ უკვე საქმე სერიოზულადაა, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ კი წინა შემთხვევებში გვეუბნებოდნენ, რომ და ამბობდნენ, რომ თუ კი რუსეთის ტერიტორიაზე მოხდება თავდასხმა, მაშინ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული სულ თავიდან, საერთოდ იმაზე იყო საუბარი, ევროპული და დასავლური იარაღი თუ იქნებოდა, მერე გადმოიწია საზღვარზე, მერე გადმოიწია იმაზე, რომ მნიშვნელოვან დარტყმას თუ მიაყენებდა და ეხლა ბოლოს განხორციელდა მას მერე, რაც ისევ და ისევ შემოტრიალდა თითქოს ინიციატივა და არც ისე კარგი ვითარება დაუდგა რუსეთს ეკონომიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის სარგებელი, რომელიც მას უნდა მიეღო ირანში დაწყებული კონფლიქტის გამო და ნავთობით მიღებული, ასე ვთქვათ, ფინანსური პრივილეგიით სინამდვილეში ვერ აითვისა სათანადოდ, იმიტომ რომ მისი ყველა მნიშვნელოვანი, ყველა თუ არა დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები ფაქტობრივად აღმოჩნდა ცეცხლის ქვეშ და ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ შეწყვიტა გაურკვეველი დროით მუშაობა. ამიტომ ეს ყველაფერი იმდენად აზიანებს მათ, რომ გადაწყვიტეს კიდევ ერთ ჯერზე გამოეყენებინათ ორეშნიკთან ერთად ბირთვული ამბავი, როგორც შიშის მექანიზმი, რომ დასავლეთში იცოდნენ, რომ თუ კი ამაზე შორს შეტოპავენ და რუსეთის საქმე არ წავა ისე, როგორც რუსეთს სურს, მაშინ შეიძლება ამ გაბრაზებულმა, ასე ვთქვათ, ცხოველმა, რომელიც მიმწყდეული არის კედლებთან, გადაწყვიტოს, რომ ბირთვული იარაღი გამოიყენოს. კი, ბირთვული შანტაჟი არის რუსეთის ერთ-ერთი იარაღი, მაგრამ აქაც ვახსენოთ ესეთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება ზოგი მაყურებელი დამეთანხმოს, ზოგი არა, თუმცა ბირთვული შანტაჟი ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორმხრივი შეიძლება იყოს. და რაზე მაქვს საუბარი? Რა თქმა უნდა, უკრაინა არ ფლობს ბირთვულ იარაღს, თუმცა ბჭყალებში ბირთვული ნაღმი, ამ შემთხვევაში რადიაცია მაქვს მხედველობაში, თავად რუსეთს აქვს მისი ატომური ელექტროსადგურების სახით. დაახლოებით 7 ატომური ელექტროსადგური არის რუსეთში იმ მანძილზე განთავსებული უკრაინის საზღვრიდან, 7 თუ 6 ზუსტად არ მახსოვს, რომლის განადგურება შეუძლია უკრაინას. ანუ მისი განადგურება რას გამოიწვევს? დაახლოებით ჩერნობილის დონის კატასტროფას. რა თქმა უნდა, ეს უკრაინას არ აწყობს და არავის არ აწყობს დედამიწის ზურგზე. შესაბამისად, ესეც არის, ასე ვთქვათ, შეკავების მექანიზმი, რომელიც შეუძლია, რომ მას ამოქმედოს მის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის დარტყმის შემდგომ. თუმცა, ისევ და ისევ ვთქვათ, რომ ბირთვული შანტაჟი ესეც არის მასებზე გათვლილი, ვიდრე რეალური. რეალურად არც ერთ ვთქვათ ყოფილ ადამიანს სოფლიოში არ ამგონია, რომ თავში აზრად მოვიდეს მისი გამოყენება. კი და მათ შორის მან ხო ის ამბავიც არის, რომ შეიძლება პუტინმა საერთოდ რაღაცა არანორმალური გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ ასეთ დროს ერთი ადამიანი ვერ იღებს ხოლმე ხო საბოლოო ჯამში მასზეც არ არის დამოკიდებული აღსრულდება თუ არა მისი გადაწყვეტილება. აქ საინტერესო ის არის, რომ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით ამ ჯერზე დასავლეთის პასუხი იყო შემდეგი, რომ საუბარი დაიწყო იმაზე, რომ განთავსდეს არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ ბალტიის ქვეყნებშიც დასავლეთში არსებული ბირთვული იარაღი. ეს აქამდე არ ყოფილა, ამაზე ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ ერთგვარ სათანადო პასუხად, რომელიც მიიღო რუსეთმა საკუთარი ბირთვული შანტაჟის საპირწონედ, ასე ვთქვათ. გიო, ვისაუბრეთ მეტნაკლებად იმაზე, თუ რა ხდება ახლა და რა ვითარებაა, მაგრამ მოდი ისიც გითხარი შენ, რა განვითარების სცენარებს ხედავ და რას ფიქრობ, როგორ შეიძლება განვითარდეს, რას უნდა ველოდოთ შემდგომ თვეებში? ხო, ცოტა გამიჭირდება პროგნოზის თქმა. თუ მეხუთე ფაზა ამგვარად გაგრძელდა, ეს ძალიან გავს პირველი მსოფლიო ომის პერიოდს, როდესაც გერმანიისთვის დასავლეთის ფრონტი იყო გაყინული და საბოლოო ჯამში მას მოუწია კაპიტულაცია. იმის გამო, რომ უბრალოდ თავის რესურსები ამოწურა.
მაგრამ რა თქმა უნდა აქ შემოდის თეორიული შანსი იმის, რომ შეძლებს თუ არა რუსეთის სიტუაციის შემოbrunებას და მე ვხედავ ორ ვარიანტს, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. ანუ არ ვამბობ იმას, რომ ეს მოხდება, მაგრამ როგორ შეიძლება ეს მოხდეს. პირველი ვარიანტი ეს არის მასობრივი არეულობის მოწყობა თავად უკრაინაში, უკრაინელების მიერვე, მაგრამ ამ ერმა ამდენი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ისინი ბოლომდე გაიყვანენ ამ სიტუაციას და შესაბამისად დანებებას და მსგავს რამეს ადგილი არ ექნება და მეორე ვარიანტი არის ჩინეთის ფაქტორი. ჩინეთი დღესდღეობით ეს ღია დახმარებას, რუსეთს სამხედრო ღია დახმარებას არ უწევს. იმიტომ რომ უბრალოდ არ აწყობს დღევანდელი მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობს დასავლეთთან ვაჭრობაში. მაგრამ რა შეიძლება სიტყვაზე რუსეთმა შესთავაზოს ჩინეთს ისეთი, რომ მას აწყობდეს მისი სამხედრო მხარდაჭერა. თეორიულად ეს შეიძლება იყოს რუსეთის ჩრდილოეთში, ჩრდილოყინულოვანი ოკეანის აუზში მდებარე შელფის ნავთობი, რომელსაც რუსეთი დღესდღეობით ვერ მოიპოვებს. მოიპოვებს ძალიან მცირეს, იმიტომ რომ უბრალოდ მას ტექნოლოგიები არ აქვს შესაბამისი, როგორც მაგალითად აქვს ნორვეგიას, კანადას ან თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს. მაგრამ ეს შეუძლია ჩინეთს. აი ეს გაცვლა თუ შედგება სიტყვაზე რუსეთის ჩრდილოყინულოვან ოკეანეში არსებული შელფის ნავთობი სანაცვლოდ ჩინურ ტექნიკაზე, მაგ შემთხვევაში შეიძლება სიტუაცია შემოტრიალდეს. თუმცა ეს უფრო უარესი შედეგი იქნება რუსეთის, იმიტომ რომ რუსეთის ეკონომიკას თუ კი დღეს აქვს პოტენციალი იმისა, რომ თუ კი დღეს პუტინი ომს შეაჩერებს, ხვალ ისევ აღდგეს, ამ შემთხვევაში მას პოტენციალის კი ეკარგება. შესაბამისად, ესეც არ ამგონია იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთი ადამიანის ხუშტურზე. ანუ თუნდაც პუტინმა ეს მოინდომოს, ვერტიკალი მას ხელს შეუშლის ჩემი აზრით. აშკარაა, რომ მის მიმართ ნდობა იმდენად იკარგება, რომ უფრო და უფრო გაუჭირდება ერთპიროვნულად რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მაშინ როცა ასეთი რამე ჯერ არ ყოფილა, რომ ადამიანები პირდაპირ ღიად საყვედურობენ მას მის მიერ გაკეთებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო, მე მგონი გაუჭირდება, რომ საყვედურობენ ზედპატრიოტები, ასე ვთქვათ. კი, ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად უჭერდნენ თავიდან ხარს, მის წინააღმდეგ იყვნენ თავის დროზევე. კი, აბსოლუტურად. ამიტომ ალბათ რთული იქნება ესეთი ძიმე გადაწყვეტილებების მიღება, თავის თავი გადაირჩინოს, ომი გადაარჩინოს და სამაგიეროდ მსგავსი რამე გაცვალოს აი ამ ინტერესის სანაცვლოდ. და მეორე ვარიანტი კიდე არის ის, რომ წავიდეს ვაბანკზე და გამოაცხადოს მასობრივი მობილიზაცია, რასაც თითქოს რაღაცა, ასე ვთქვათ, ნიშნები იკვეთება, მაგრამ ეს რამდენად კარგი იქნება ისევ და ისევ მისი ძალაუფლების, პუტინის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ან ზოგადად ფრონტის შენარჩუნებისთვის, ეს მეორე საკითხია. რუსებს თვითონაც უკვე, მე მგონი კომუნისტური პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ზუსტად პირველი მსოფლიო ომის მსგავს ვითარებაში ვიმყოფებითო, თვითონ პარლამენტარები რომ ამაზე საუბრობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, ვითარება სერიოზულია და მობილიზაციის გამოცხადება უფასო და უმტკივნეულო ნამდვილად არ იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერზე, არ შეიძლება რომ რაიმე 100% თუ ამტკიცოთ. ამიტომ ერთ-ერთ ვერსია თავისთავად ესეც განიხილება, ხო, მასობრივი მობილიზაცია, რომ ომში როგორმე წარმატებას მიაღწიონ. ხო, ისე და ისე ცოცხალი ძალის მასობრივი შეწირვის ხარჯზე. კი, ესეც შეიძლება, მაგრამ ხო, ნახოთ, უკეთესი იმედი ვიქონიოთ, არ შევიქმნათ გადაჭარბებული მოლოდინები, მაგრამ რეალობა ჯერჯერობით კარგია ჩვენთვის. ჩვენთვის კარგი ისევ და ისევ იმის გამო, რომ ერთი ის, რომ ადამიანური ფაქტორით და სინდისიერი ფაქტორით ქვეყანა, რომელიც თავდაცვით ომში იმყოფება, რა თქმა უნდა, მის მხარეს უნდა იყო და მეორე ის, რომ ეს ქვეყანა ებრძვის ჩვენს ბოლო საუკუნეების განმავლობაში ყველაზე დიდ მტერს და საერთო მტერს. იქ კარგავს იმ თავის ჯარისკაცებს, რომელიც შეეძლო და უკვე ქონდა კიდეც ასეთი შემთხვევა, გამოგზავნა ჩვენს წინააღმდეგ და რომლებიც ომობდნენ ჩვენს მიწაზე. ამიტომ თავისთავად ვუსურვოთ უკრაინელებს წარმატება, იმედი მაქვს, რომ მათთვის სასარგებლო სცენარები განვითარდება. ყველა შემთხვევაში შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, წარმატებას მიაღწიეს საკუთარი წარმოების გაზრდით, აი ამ ტექნოლოგიების მეშვეობით დიდი ცვლილების შეტანით, რაც ჩვენთვისაც სამაგალითო უნდა იყოს, იმიტომ რომ ტექნოლოგიებს ყოველთვის ყველა ეპოქაში ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ძველ დროს სხვანაირი ომები იყო და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ტექნოლოგიებს მაშინაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვისაც უფრო კარგი იარაღი ეჭირა ხელში, ან ვისაც უკეთესი ჯავშანი ჰქონდა, მის მხარეს იყო უპირატესობა
დღესაც ასეა და ეს გაცილებით გაზრდილია, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ, განვავითაროთ ჩვენი ტექნოლოგიები და შესაბამისად და იმავდროულად ჩვენი თავდაცვის უნარიანობაც. კი, გადმოვიღოთ ყველა წარმატებული მაგალითი, ავითვისოთ მათი გამოცდილება, მით უმეტეს იქ ბევრი ქართველი არის, რომელიც ზოგიერთი მათგანი პერიოდულად ახერხებს საქართველოში დაბრუნებას და ამ ხალხს რაღაც ჩვენი მთავრობა რო ამრეზით უყურებს, ამრეზით ყურება კი არ ჭირდება, პირიქით მათ გამოკითხვა ჭირდება, მათი გამოცდილების დანერგვა ჭირდება ჩვენ ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ გამოცდილებას აუცილებლად გამოიყენებს ჩვენი ქვეყანა და ისიც შეიცვლება, რასაც ახლა მთავრობის მხრიდან ვხედავთ, ისინი მიიღებენ იმ დაფასებას და პატივისცემას, რომელსაც იმსახურებენ, რომელსაც ქართველი ხალხი დღესაც გამოხატავს და როცა დადგება შესაბამისი მომენტი, ამას ჩვენი სახელმწიფოც გააკეთებს, ჩვენი მთავრობაც. კარგი, გიო, შენ მადლობა მოკლედ შენი განმარტებებისთვის. ისევ და ისევ წარმატებები ვუსურვოთ უკრაინელებს. მადლობა ყველას, ვინც გვისმენდით. იმედია მოგეწონათ ჩვენი განხილვა და შეგახსენებთ, რომ ქართული რესპუბლიკის გუნდის ნებისმიერი აქტივობა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დახმარებით, იმიტომ რომ ჩვენ გვსურს რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე ვიყოთ ვალდებულები და მათ წინაშე ავიღოთ პასუხისმგებლობა. მადლობა ყველა შემომწირველს, ხოლო ვისაც გსურთ ჩვენი დახმარება, ანგარიშის ნომრებს იხილავთ ვიდეოს აღწერაში. მადლობა და დროებით.